ფრთხილად. კაი. კიჭინა დედას. ჯერ სიცხეს უზომავთ, თერმომეტრი გვიდევს. იმიტომ წამოაწვინეს, რომ გადასხმა უნდა გაუკეთდეს. ამზადებენ და ეს გადავსებულია. იქეთ სავსე. აქეთაც. აქეთაც სავსე. აქ ხა 4. გეკავიდნენ მანამდე 4. ბავშვები ქვეყნის. უკან მეტკინა. გაბრაზებულია. გერგან დაუჩხლით და გაბრაზებულია. გე, გოდი. ლო დედო, მოვედით ძირფასებო და ხო დედი. ის რა არის და გეტყვი ახლა გაჩვენებ. მოკლედ ხეს კიდე იქ რომ მქონდა ფული მისატანი თეთრეულზე და ეკასთან ამის კოპულების ხო დედა მიხვდა. გავისტუმრე თეთრეული და მერე კიდე რომ მოგვიწიოს ჯერ არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება და რანაირად ჩემი საქმე, მაგრამ მაინც როცა მივალ ჩემი დედამთილისთვის ავიღე და იმას მიუტან. თეთრეულების სულ მიმართ ხოლმე შარშანას მიუტანე, მაგრამ მოკლედ წელსაც გადავწყვიტე ისევ თეთრეული, აი ესეთი უყიდე. ღია ფერებში უყვარს ჩემ დედამთილს და მაგიტო, თორე დავიცი სხვა ფერებში უყიდიდი. 40 ლარებში მომცა თითო საწოლიანებია და ეს 2 წყვილი ეს დედამთილს ავიღე. და ეს ავიღე ჩემთვის. აი ესეთი მე წითელი ფერები მიყვარს, იცით? კიდე ვიყო მეორე გულებიანი, მაგრამ რა ვიცი, ორივე მინდოდა და მე მაინც ეს ავიღე. მეც მიყვარდა. ეს ჩემი დედამთილისთვის და ეს ჩემთვის, ეს 2 საწოლიანია. ხო და ნაწილ მომიწერთ რომ მიცე. მე არ მიყვარს თუ სადმე მივდივარ ისე და რა გავაკეთო, დრო არ მიყვარს. თან ვიცი ადამიანს უფრო ჩემ დედამთილს უყვარს ესეთი რაღაცეები და მაგიტომ ეს ვარჩიე. ეხლა მეტი არაფერი, ამაზეც მეჩხუბა ეხლა მოხლანი და ამაზე არაფერი არ უთქე ჩემ დედამთილს რო უვიდე, მაგრამ ამაზე გაგიჟდა ჩვენთვის ვიყიდე მეთქი რო უთხარით. და მისაცემი რომ მაქვს იმას. მოკლედ ესენი გამოუწერა. რეცეპტიდან ყველაფერი მანქანაში ჩავტოვე. მოხანი აქ ასუფთავებს თუ იქეთ მიგიზებ. მუხა და აგერ იმას. ჰაი. ამას რა ქვია? ჩამეჭო. ხიჭვი. თული ხელი მიტკინება. ნე. კაი, მე ამოვიღებ. მოკლედ. სადა? ესენი არის წამლები. გოდეს გადასხმა გავუკეთდა. მახავდით უკვე ვიდეოში. აგელა. რინოქსი. მე მაგ. ეს გამოუწერა გეგას. ცხვირისთვის. აი ეს სუნთქვა უჭირს მეთქი რამდენიმე კვირა ესე ათქო. ოთხმოცდა და 14 წერია. ორი ნუროფენი, მე ნუროფენის გარეშე არ შემილია, რო არ მაქვს. იმიტომ რომ ადა არ სვამს არაფერს ნუროფენის გარდა სიცხის დროს და ეხა ადასაც რახან სიცხე აქვს და ადას ხველებაც აწუხებს ძალიან, გადავწყვიტე რომ
ქონოდა ეს ნუროფენი. კორტაირი ეს ვინისია. რა ქვია მაგას ხალხო? ინგალაციას რო ვუკეთებ, თამაში ბევრი დევს. 4 ცალი. 4 ცალი და 5 ცალიანი თუ 4 ცალიანი დაიცვათ 5 ცალიანი. მე მგონი 5. 5 ფლაკონი აწერია კი. ეს აზიმაკი, გოდეს ანტიბიოტიკი. გოდეს ისედაც ტკივა, აქაც ხელის დასადებადაც ტკივა და არ ვიცი რატომ ტკივა. ეს ატროვენტიც უფრო გეგასია ინგალაციისთვის, ხვირი რომ არიცი მე გაუსუფთავოს თუ მოუწესრიგოს თუ რაც უნდა. მაგისთვის და ეს ერიუსი მე მგონი. მაგრამ ერიუსი არ აწერია. შეიცვალა, შეუცვალა. გესლობენი. ესაა მე მგონი. გესლობენი. სიროპი. მოკლედ არ ვიცი ეს რისია ხალხო, მაგრამ ერიუსი ქონდა გამოწერილი ზუსტად მახსოვს. და მაგია მე ვუი აგერეს. ერიუსი, ხო, აი ხო თქვი. ერიუსი შეუცვლია. ჯერ ეს ეხლა ანალიზების გარეშე. ხო და ანალიზების მიხედვითო თუ რამე იქნებაო დასამატებელი ანალიზების მიხედვით დაამატებს. ერთი გადასხმა გავუკეთდა და ჩავუტოვეთ კათეტერი რომ ძალიან გავიჭირდათ შეყვანა. ამიტომ ესენი უნდა არ ვიცი მოხანის რა თუნდა მე მგონი არ უნდა. მოკლედ მაინც შევინახო. ხოდამდე დაინახოს. მოკლედ ესენია ძვირფასებო. აზიმაკი გოდე ჩვეულებრივად ტაბლეტებსაც სვამდა და არ ვიცი ეს სუსპენზია თუ რა არის. ხო. შპრიცი. ამის შპრიცი იყო რომ მქონდა. ესე იგი. მოკლედ ჯერ არ გავხსნი. ანალიზის პასუხს დაველოდები. და ის მიხედვით გავაკეთებ, მაგრამ ის კი მითხრეს 4 დღე თუ არის რომ ბავშვს სიცხე აქვს, რატო არ მოიყვანეო და შაბათი კვირა სულ იქ ექიმი არ არის ხოლმე და ესე ჩემით რომ იმეყვანა, ყოველთვის მეკითხებოდნენ რომ აი ექიმმა გასინჯა, რა ექიმმა დაუნიშნა თუ არა, არ გახსნა ჯერ საახალწლოდ გქონდეს. ხო და ექიმმა თქვა თუ არა რომ სჭირდება გადასხმაო და რა ვიცი მოკლედ. ბანანი ვის უნდა? გეგა ბანანი გინდათე? მოდი. ხო, კიდე ისე თქმა მინდოდა. თამოს მინდა გოგენიძეს უღმესი მადლობა გადავუხადო. საწავიდა ეს სად მიდის ერთი? მოგიდევს დასაშრებად ერთი მას გამოვიყენო. უღმესი მადლობა თამო ჩემო კარგო შენ ძალიან დიდი მადლობა. ხეს დილით მომწერა რომ 50 ლარი დაგირიცხო ბავშვებისთვის ტკბილეული თუ რა ვიცი რაც მოუნდებათ. იმისთვისო გამოიწიედადე სათამაშოა დედიკო წამლებია. ხოლო ჩემო კარგო უღმესი მადლობა ხმეთმა სიკეთით დაგიბრუნოს მილიონჯერ ვუკა. ყოველივე საუკეთესო მემეტება შენთვის და საერთოდ ყველასთვის ვიფასებაზე რომ დედა თუ დაიმტვა მამა შენი მე მომკლავს. შიო და ესენი უჭმელები წავიყვანე და 2 ბანანი მე შევჭამე. შეიძლება შეჭამე ბანანი გინდა? ესე ხჩობა. ხოდა მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა.
ამ 50 ლარი ბავშვებს ტკბილეულ საქაც ავიღებ ანიკოლ დეიდასთან და მინდა რომ აი აქ თბილი წყლის დავაყენო, იმიტომ რომ იმდენად ცივი წყალი მოდის უკვე, იმდენად ცივი წყალი, რომ მეც ყოველ რეცხვაზე ცხიკები მეწყება. ცხიკები იცით რა არის? ცხიკინებო რო იძახიან. ვაფცხიკინებ. ხო და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თან. უღმესი მადლობა. იმედია ეხლა ასე მორჩებიან ეს ბავშვები და მეტი არაფერი არ დაგჭირდება, ხმელს მადლობა, ჯანმრთელობა დედიკო ღვთისმსხალობა. ხვალ გოდეს ღონისძიება არის და ჩემი შვილის კლასელი მელაპარაკა, ლიკას შვილი, ლიკამ მოიკითხა რა, იქვეყავით ისე, რა შოდი როგორ არისო ბავშვიო და მასწავლებელმა თქვა რომ როგორ მე მოიყვანოს სიცხანების დადიანო აქო და მე ვთხარი არა მეთქი ეხა ჯერ ისედაც თავისი ვერ მოსტუმრებია და შეიძლება არც უთქვა ამის და ისე თქვა ნიტამ ესე შეიძლება მაგრამ ვერა რაც არ უნდა იყოს ვერ წავიყვან ვერაფრის დიდებით ესეა ჩვენი საქმე სანამ კარგად არ გამოვა ციყვაზეც ვერ წავიყვან ой ხო კიდე დღეს ნახე იქ ჩემი მაყურებელი ძალიან გამიხარდა რომ მოვიდა ჩვენთან ძალიან დიდი მადლობა ვინც ხვდებით ხოლმე და ესე თბილად ხვდებით არა აქვს მნიშვნელობა რომ იქედან შორიდან როგორ მიყურებთ მაინც თბილად რომ ხვდებით ძალიან დიდი მადლობა ყველას თითოეულ თქვენგანს უქმესი მადლობა ძალიან გამიხარდა გულით გამიხდა რა თქმა უნდა ძალიან კაი გემრიელი ქალბატონი იყო ой 3:20 წუთი დღეს ინგლისურში მეცადინეობა ვთვალეთ ეს მიწერო ვერ მოვა იმიტომ რომ მე შევია თან ტესტიც უნდა გავიკეთოთ კორონაც არ იყოს რა ეგეც გითხრეს და ამიტომ ვერ გავუშვებ მიწერ თეას ვერ მოვა ესეთი მდგომარეობა გვაქვს ნემსი მინდა სპარინგის დროს ჩემი ყვითელი ესეთი ჯემპრიც გამიხია მუხრანი და ეს მაგიტონიდოს სლად არა გარღვეული მაგრამ ნაქსოვია ხო იცით და მე იმას შვება მე თუ როგორ ადგილს სვეტი არა აქვს საერთოდ მერთო დედა ხალხო გადაჭედილი იყო ბავშვებს გეფიცებით გადაჭედილი იყო კურნალი მე რომ მეუბნებიან ხოლმე რა სჭირთ ამ ბავშვებს ყოველ კვირა არ არიან ჯერ ეგეთი და გოდეს გაციება მე წელს რა ვიცი მხოლოდ ერთხელ იყო აი დამხელა ხიჭვი ამოვიღე სარვიც მან ვერცდა ხო და ერთი ვანა სავსე მან ზიფასებო კიდე სავსე ეხლა გარეცხილები რო გავქინო რა გინდა ეს არ გამიფუჭო მანქანა ჩართული დავტოვე და გარეცხილი დამხვდა კოდეს ხაჭაპური უყიდა მოხამდა ის მიირთო ხო კიდე ვიდექით იქ ჩვენს რიგს ველოდებოდით ბევრი ანუ ის სადაც გადასხმებს აკეთებენ გადატვირთული იყო სულ ეთიოზე ახლობლები ანუ როგორც შენი შვილები და-ძმა არიან ერთად რო გავუკეთო გადასხმა აი ესე და 4 საწოლია მან გადატვირთული იყო რა მოკლედ არც ერთი ის არ იყო თავისუფალი და ეს ვიღაც ბიჭი იდგა ანალიზი აუღია და ჩვენს
აი აქ მე რო ვდგევარა, იქეთ სადღაც ერთი 5 ნაბიჯით შორს. მე ყოველთვის გოდეს უყურებდი, იმიტომ რომ ანუ სულ რაღაცნაირად არის რა და მე შინია რამე არ გამომიყაროს და გოდეს უყურებდი და უცებ არ ვიცი რატომ მივიხედე და მივიხედე და ეს ბიჭი იდგა. აი რომ ბოძი რო წააქციო, ისე წაიქცა, თავი მიარტყა, ისეთი მივაკივლე, მუხრანი მივარდა უცებ. მე ვერაფერი ვერ გავაკეთე, ხალხო ვერც მივედი, ვერც გამინძერი. მარტო გაიგონეს ჩემი ყვირილი და მოცივდნენ მერე. ხო და მუხრანი მე არის ფეხები აუწიეს, თურმე კაი ყოფილა. ეს ალბათ იქ სამსახურში ისწავლა, მე არც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და მე მოცივდნენ ის ექიმებიც. მიეშველნენ და შეიყვანეს და რა ვიცი, მასაც გადასხმები რაღაცები გავუკეთეს, მოასულიერეს და მე წავიდა ეს ბიჭი. და მუხრანის ვეძახოდი ბიჭო, თავი ხო არ დაარტყა, ნახე მეთქი რამე ხო არ ჭირს თავზე თქო. იმიტომ რომ ბრაგვანის ხმა იყო და ზუსტად თითქოს დავნახე მეთქი რომ თავი დაარტყა რაღაცას თქო და ეს დაუტყია. ახალგაზრდა ბიჭი იყო. ძალიან ახალგაზრდა იქნებოდა 1.25. მეტი არ იქნებოდა. ეს არ იქნება? ჩამედე და თუ კი. ჩამედე. რა ტიპია იცი თქო რომ მე ან მამამისი ვეკითხები დედიკო გინდა რამე. თქვი, იმიტომ რომ ესენი გეგა და იძახიან რა უნდა იდულობს მუხრანი და ეს დგას, არაფერს არ გეტყვის. მამიკო ეს გინდა ეუბნება, არა, ასე იცის. ბიჭო ეუბნები უყიდე ამასაც უყვარს და შეჭამს მეთქი, მაგრამ არ მინდა ესეთი ხმით და მე ხაჭაპური შეჭამა, მაგრამ ეხა ხომ მოუნდა დორიტოს. ესე დამგვარად. თითქოს არაფერი არ მეხარია ეხა, ისე ვარ. საერთოდ, მაგრამ იმედია ჩაივლის ახალწლამდე მას. რომ რამეს გული დავუდო და ისე რამე გავაკეთო. წასვლა არ ვიცი როგორ იქნება, ვერ ვარ ხასიათზეც და ვერც ჯანზე. აქაური გავაკეთო, იქაური, არ ვარ მომგალით, კი, ახალგაზრდა ვარ და რამ დაგხალა და დაღლილი მე მგონი უფრო აი აქ მაქვს. თორე საქმით ვიღლები და რამე თქვა, არა, მე ის საქმის კეთება მერჩია, სულ საქმეზე ვიყავი გადართული და არაფერი არც მადარდებდა, არც მანერულებდა და ასე შემდეგ. ეხა პირიქით, აი, თუ რამე მოგიღებს ადამიანს ბოლოს, ნერვულობა ყოფილა, მეტი კი არაფერი. ეს ეხა არ მაქვს არაფერი იქვალი, გარდა ამისა, თეთრეულის როვანი. მასაც მინაწილებს ის გოგო, არ არის ეგ პრობლემა. სხვაგან არ დავიდებ და ეკა. ხო. მეტი არაფერი არ არის ჩემთან ძირფასება წავედი ახლა მე ბავშვებს ვაჭმევ რამეს კიდე მომიფიქრებ. და ვაჭმევ ხინკლები ჩავდე მაცივარში. წუხილ გავუკეთე ხინკლები ამათ. მაცივარში ჩავდე და გავყიდე და იმას მოუხარშე. შეჭამე იმაზე მეტად არაფერი არ გაიხადება. ბავშვებო, ხინკალი მოგიხარშოთ? ეს ეხლა რა გამოვიტანე, იცით რომ მე რომ არ დაიჯერო თან რაც ხა მაგიტო არ ვიცი რამდენი 5 8 12 15 17 ცალია და ეყოფათ კიდე მაქვს ცალკეც და იმასაც ცოტაზე გავაკეთე, ცოტას მუხას დავუყარე. არა, ის იყოს მუხრანისთვის. მოკლედ მუხა მომიტანა ინდაური, წვენები მომიტანა ფელამუშისთვის, წვანილი მომიტანა,
ცოტა ღირღილი და ფქვილი, მაგრამ მქონდა მეთქი და რაზე გამოართვი მეთქი უთხარი, იმიტომ რომ ხო იცით მოვიმარაგე წინასწარ მოვიტანე იქა ნიკოდეიდას. ხო და ახლა მოკლედ საცივისთვის იმდაური მაქვს. თევზი მინდა, არ ვიცი ახალ წელს იციან თუ არა თევზი, მაგრამ მე მინდა ოცნებად გადამექცა. თევზი დავიყიდი მეთქი იმ წითელ თევზს და როგორც წვავდი ხოლმე ისე შევწვავ და იმას ვიზამო. იქნება მოკლედ როგორ იქნებიან იმის მიხედვით თუ არა და არაფერზე გავაკეთებ. ჩვენთვის ეხლა ჩემი და მუხასთვის დიდად თავს არ შევიწუხებ, მარტო საცივით ყოფნის. ასე ამგვარად წავედი ძირფასი რომ ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ. ნაყოფიერ დღეს გისურვებთ. სარკივა ხელი. შენ არ თქვი. ცოტა ის არა უშავს. მოხსნათ? არაჯერ. მოგიო კოსტა მომაქვს. წავედი ბედნიერად ეხლა. უხაშავ და ვაჭრობ.